საღამოშვიდობის მეგობრებო, მე მგონი გამოსწორებული არის ტექნიკური ხარვეზი. მოკლედ ეს 2 დღეა ვიდეო ლაივებისთვის ვერ მოახერხე. ჩამეწერა და ჩემ აუდიტორიასთან მესაუბრა. კი, მართალია, ყოველ საღამოს ვახერხებ ძირითადად, მაგრამ ცხოვრებიდან გამომდინარე, უბრალოდ გადარბენებში ვიმყოფებოდი და ვერ მოახერხე, ამიტომ გაგებით მოეკიდეთ, როგორც იციან საქართველოში ეს ყველაფერი. და აი დღესაც არ ვაპირებდი სიმართლე გითხრათ, მაგრამ უკვე 3 დღე არის მეგობრების, ახლობლების, გამომწერების თხოვნით ყურადღების მიქცევით, მინდა ერთ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს მინდა პასუხი გავცე და სანამ ამ საკითხთან დაკავშირებით გადავიდოდე, მანამდე 2 სიტყვით მინდა თქვა ის მოვლენები, რა მოვლენებით საქართველოში ვითარდება. ჩემო კარგებო, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ რა, ერთი წივილ-კივილი რო არის ატეხილი ახლა, ხო? აი გამოვარდა უკვე ბრძოლა გადადის საქართველოში სხვა ეტაპზე. აქამდე არსებული ქვეყანაში ბიზნესები და ბიზნესმენები, რომლებიც რუსეთთან იყვნენ ჭიპლარებით დაკავშირებული და ჩუმად იყვნენ და თან რუსეთს აგინებდნენ და კაი ფულს იდებდნენ ჯიბეში. ეს გამოდის უკვე 3-ზე გამოდის ეს ყველაფერი და რა ვიცი ხო, ვინც საქმეში გარკვეული ადამიანი არის, ნორმალურ საზოგადოებამ, ვინც იცის რა როგორ ხდება ქვეყანაში, მისთვის არაფერი სიახლე არ არის, მაგრამ საზოგადოება, რომელიც ტყუილში ყავთ საერთოდ, ქართული საზოგადოება მთელი ამ ხნის მანძილზე, მათთვის იმიტომ ეს ხალხი, ეს ტყუილში მყოფი ადამიანები რას მახსენებს, იცით? კაცჭამია ვირთხა რომ უნდა გამოიყვანოს, თორიების ვირთხა რომ უნდა გამოვიდეს და კასრი რკინის უნდა იყოსო და უნდა ბნელოდესო იქო ძალიანო. და იქ უნდა შეუშუაო რა ეს ვირთხებიო ხალხიო. ეს ქვეყანა მე დათარუებუნება კასრი არაო და ხალხი ეს არაო და ბოლოს ვინც არჩევა ის გამოვაკაცჭამიო. ხო და ასე არის ქართველიერი საუბედუროთ, მაგრამ დამსახურებულად. მინდა თავშივე ვთქვა, რომ დამსახურებულად იმკის ქართველიერი ამ უდიდეს ტრაგედიას, რომელიც ტრაგედიაც 33 წელიწადია უწყვეტად გრძელდება. თქვენ ხო და საერთო ჯამში ყველამ ხო 100%-ზე არა მაქვს საუბარი, უმრავლესობამ ხო ერჩია ბარაბას გზა, ხო დაუჩოქა სატანას თბილისში, ხომ პრობლემა აღარ ქონდათ იმ ყველაფერზე, რა პრობლემაც ქონდათ ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით. ზვიად გამსახურდიას რო აბრალებდნენ, რომ ესა რა ქვია, რუსეთის აგენტი იყო და ჯარი გააუქმაო. ყველაფერი შეიძლება დაგებრალებია კაცო გამსახურდიასთვის და კოსტავასთვის რუსეთის აგენტობის გარდა, მაგრამ საქართველოში ესეც მოხდა. კი. ასე მოხდა. კიტოვანებმა, ხვინდრავებმა, კითხვები ბოლოში ჩემო კარგებო, კითხვები ბოლოში. ხვინდრავებმა, გვარებს არ ვერჩი რა, არაფერს. ის ხაინდრავა არა, ის ხვინდრავა. ხაინდრავები კაი ხალხია, ისა ხვინდრავა. კიტოვანი, იოსელიანი, ამათმა შევარდნაძემ, ამათმა ხო ყველა მიაკერეს ზვიად გამსახურდიას სამშობლოს ხალატის მუხლი რო თურმე ქართული ჯარის შენახვა არ უნდოდა და ქართული ჯარი გააუქმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ხო ყველაფერი დააბრალეთ ჯერ სიცოცხლეში. მერე სიკვდილის მერე. ხო ყველაფერს აბრალებთ. ხო ყველაფერი უბედურება თურმე ზვიად იტყופილა. ხო და რა მინდა გითხრათ, იცით? მიუხედავად ამისა, რომ ჩემი ერი, რომელიც მე თავის პლუსებით და მინუსებით ყველაზე მეტად მიყვარს და მიყვარებას ამ პირში სული მიდგას, მაინც სამართლიანი უნდა ვიყო და უნდა ვთქვა, რომ გადის დამსახურებულ სასჯელს.
აბსოლუტურად დამსახურებულია იქ ყველაფერი ქართველი ერისთვის, იმიტომ რომ რაც 0.1%-ს მაქსიმუმ ერის 1%-ს მიცა საშუალება იმისთვის, რომ ასე დღეში ჩაიგდოთ ქვეყანა. ამიტომ აქამდე მივდივართ დამსახურებულად რა, ჩემო კარგებო. და ისევ და ისევ ჩემ დიდ მასწავლებელს ზვიად გამსახურდიას პირველ რიგში ასე მოიხსენიებ. მიუხედავად იმისა, რომ ის რა თქმა უნდა პირველი პრეზიდენტი იყო ქვეყნის, მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ეროვნული ლიდერი და ასე შემდეგ, პირველ რიგში ქართველი ადამიანისთვის ზვიად გამსახურდია იყო უდიდესი მასწავლებელი, რომელმაც სხვა დიდ ქართველებთან ერთად ქართველერს აუხილა თვალები. ის, რომელიც მიძინებული და მიყრუებული იყო ძალიან საუკუნეების მანძილზე, ალბათ 700 წელი მაინც. ამიტომ ვერ იტანენ დღესაც მტრები, რომ როგორ შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს ზვიად გამსახურდიას იდეებზე და მერაბ კოსტავას იდეებზე, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს არც ერთი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე. ხო და ჩემო კარგებო, უცოდინრობამ, საკუთარის არდაფასებამ და უკუღმაგზაზე სიარულმა დამსახურებულად სამართლიანი უნდა იყო. დამსახურებულად იმკის ქართველიერი ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ აი გული მისკდება, რასაც ვხედავ საქართველოში რაც ხდება. მაგრამ დროთა განმავლობაში მეც გავიგე, რომ სამართლიანია იქ ყველაფერი. და არ მივიდა ქართველი ადამიანის ტვინამდე, რომ სადაახსნა და სულ ელემენტარულია ცხვირწინუდებს ყველაფერი, მაგრამ ასია. ხო და გავდივართ ამ დამსახურებულ სასჯელს. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ ებრაელები ვითო 40 წელიო უდაბნოში ვიაროთ, 40 კი არა შეიძლება 400 წელი იაროს ქართველმა ერმა. კიდევ და კიდევ მომავალში ჩვენ ისეთი ერი ვართ, რომელსაც გადაშენება არ გვიწერია, მაგრამ თუ სწორ გზაზე არ დავდგებით, არც აშენება გვიწერია რა. ხო და აქედან გამომდინარე წყლებაში ვიქნებით და ცხვირწინ გვექნება ყველაფერი და ვერ გავიაზრებთ. ხო ავირჩიეთ მასამ ბარაბას გზა. ხო დაუჩოქეთ სატანას. ხო ღმერთის ნაცვალიც მივიღეთ საქართველოში. ხო ყველაფერი მივიღეთ. ხო და ახლა ნუ რავი ნუ დაიწუწუნებს რა. ნუ რავი ნუ დაიწუწუნებს, იმიტომ რომ ცნობიერებით ქართველი, რასაც ქვია, ცნობიერებით ქართველი, მისთვის ძალიან მარტივია ამ ყველაფრის გაგება, რომ მე რაღაც სასწაულს არ ვლაპარაკობ. ნახე, ვისაც ცნობიერება არა ქართველია გვარით, სახელით, შთამომავლობით, მაგრამ ცნობიერება არა ქართული, ის ამას ვერც ვერ გაიგებს ახლა რაც ვსაუბრობ, მაგრამ ამათ საუბარი. ვერ გაიგებს საცოდავი, მკვდრა თუ არის დაბადებული. ქართველი რო დაიბადები საქართველოში, ამხელა ბედნიერება გექნება. გაიზრდები, აღიზრდები და რა ვიცი რა, შიგევროპელი იქნები, რუსეთუ მე იქნები, მე დასავლეთე იქნები, ამას მეც საცუდაობა არაფერი არა სიმართლე გითხრათ რა. იმიტომ რომ ცხონებული ზვიადი ამბობდა, რომ არ შეიძლება საკუთარი თავის და საკუთარი ერის მოტყუებაო. ამაზე დიდი საშინელი ცოდვა არ არსებობს. ყველაფერი შეიძლება წართვა ერს, მაგრამ თავისუფლების განცდასო თავისუფალი ერს ვერავინ ვერ წართვებს. მე ამ იდიოტებს რა უნდა ველაპარაკო. აი, ხანდახან პასუხის გაცემის ღირსათაც კი არ მიღირს, მაგრამ იდეოლოგიური ბრძოლა არის და ამ იდეოლოგიებს ამიტომ წერ. ხო და მიდის ეს ყველაფერი რა. დაგლიჩეს ეს ქვეყანა. როგორც ნაწილ, ასევე სულიერად, მორალურად ზნეულ ადამიანები მიიტაცეს. უშუალოდ ადამიანები მიიტაცეს, პიროვნებები მიიტაცეს. ამისტები, იმისტები გახადენ და საქართველოს საერთოდ გაქრა. ძალიან მინძიმს ამ თემებზე დაფიქრება, იმიტომ რომ პასუხიც ვიცი, თავიც ვიცი, ბოლოც ვიცი და იმაზე მეტი საცოდაობა არაფერი არა, ადამიანი ქართველად დაიბადო და არა ქართველი იყო და მით უმეტეს საქართველოში. უკაცრავად კომენტარებს გავთიშებთ.
ხო, არ ესმის ამ ხალხს. არ ესმის. ამიტომ ის მოვლენები, რაც საქართველოში ვითარდება და მატერიალისტი ხო გახდა ქართველი? ხო გავხდით მატერიალისტი, ეგოისტი ერი. ერს, რომელსაც თურმე უნდა მხოლოდ და მხოლოდ პრაგმატულ მიმართულებაზე იაროს. ფული, კაი ცხოვრება, შოვნა, ჯიბეში ჩადება და თავისუფლება და უკაცრავად ტრაკის უფლება ამ ყველაფერთან ერთად. ხო? ეს ხო უნდა დღეს თურმე ეს ყოფილა ჩვენი არჩევანი და ამას ვეგუებით. ამიტომ ახია საქართველოზე. შევარდნაძეც ზვიადისმერო ვერ გაიგო ხალხმა. ახია საქართველოზე სააკაშვილიც, ახია საქართველოზე ივანიშვილიც და მათ სექტად დაყოფილი ხალხიც. ახია ეს უნდა გაიაროს. ამ ერმა ეს უნდა გაიაროს. სხვა ერები ამას არ გაივლიან. აი ქართველმა ერმა ეს უნდა გაიაროს. იმიტომ რომ იმსახურებს. იმიტომ რომ ქართველი რო ხარ, მეტი რომ მოგეთხოვება, მეტი აზროვნების უფლება რო გაქვს, ამას ვერ ხვდები. არ ვამბობ, რომ მე ქართველი სხვაზე აღმატებული არა. ქართველი რაც არის, ყველა ერი არის სპეციფიკური. ყველა ერს მოეთხოვება თავისი და ქართველს მოეთხოვება თავისი. როდესაც ქართველი ქართველობაზე ამბობს უარს და ევროპელობა უნდა, აი ეს უნდა გაიაროს და ამაზე უარესი უნდა გაიაროს და გავივლით ალბათ. აუცილებლად გავივლით. აუცილებლად. ყველაფრის თავი და ბოლო იქა. და ბოლოს მაინც მივალთ იქამდე, სადაც არის დასაწყისი. რომ წვირწინ გედოს ყველაფერი და ვერ ხვდება. ამიტომ ასე რომ ვთქვათ, გულსიქეთ უყურებ რაც ხდება, იმიტომ რომ მე არც ქოცებს, არც ნაცებს, არც ამ ანაფორას ამოფარებულ ფსევდო ქრისტიან ამათ მე ქართველებად და რასაც ქვია ქართველობად ვერ განვიხილავ და არ განვიხილავ და არ პირდაპირ არ მეწოდება რა. არ მეწოდება იმისთვის რაც ხდება და საცუდავი არის იმაში, ნამდვილად რომ ქართველად დაიბადა და ეს იდიოტია. ნამდვილად საცუდავი არის. ნამდვილად საცუდავია, მაგრამ აი ესე გაშტერებული, რაღაც არაფერს არ მეწოდება და იაროს. ხო. ამიტომ იქ PSP-ს ამოუგდეს რაღაცა რუსეთთან კავშირები, იქ ჭყონიას ამოუგდეს რაღაცას რუსეთთან კავშირები, იქ ვიღაცას ეს რუსეთში ის წამალს თურმე ბიჭო, ხალხო, მომისმინეთ. ელემენტარულს პასუხობთ ყველას. საქართველოში რუსული მართლობა და საბჭოთა მართლობის ვერტიკალი, როდესაც არ იყო, ის იყო მხოლოდ 6 თვე. როდესაც რუსეთი ვერ ახდენდა საქართველოს ხელისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღებას. ეს იყო ზვიადგამსახურდიას პერიოდი. მის მერე დომინანტი არის რუსეთი, რაც დაემხო საქართველოში ზვიადგამსახურდიას მმართველობა, ჩამოყალიბდა გრუს სწორი ვერტიკალი სპეცსამსახურებში საქართველოს რუსი შროების ყველგან ერთის ვერტიკალი ჩამოყალიბდა, რომელმაც ქართველიერი პროდასავლელად, პროლიბერალად, პროთურქად, პროიმად აქცია და მიმდინარეობს ასე ახლა ეს ცოტა ვრცელი თემა, შემიძლია ამას დეტალურად გესაუბროთ, მაგრამ ეს რო ასე მიმდინარეობს, ხო, მის მერე ვინ არისო? შევარდნაძე არისო რუსეთიდან მოყვანილი და მოსული? სააკაშვილი არისო კგბ-ს ოფიცერი, თავის კგბ-ს გენერალთან ერთად რუსეთიდან მოსული? რუსეთს ვინ მართავდა ის საკეთება? ზოგადად ვამბობ, დებილი ხო არ უნდა იყო? ეს ცალკე. ელემენტარულს ვკითხულობ. ბიზნა ივანიშვილი არის მთვარიდან ჩამოსული თუ ჭორვილაში აღმოცენებული ბიზნესმენი, რომელმაც რუსეთთან არ ჰქონდა კავშირები? და მისი ხელით არ ხდებოდა ყველაფერი. რუსეთი საქართველოში არ იყო 6 თვე. მის მერე აქა და ის არსად არ წასულა. და არსად არ წავა. არსად არ წავა, სანამ რუსული იმპერია იარსებებს. გეკითხებით ოპოზიციონერები იქნებიან, გეკითხებით ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან თუ ეგრეთ წოდებულს ვატან ყველას. ელენე ხოშტარიამ უნდა უკადაგოს ევროპული კურსი და ასე შემდეგ, როცა გენეტიკით შთამომავლობით მოღალატეა. ამან უნდა უკადაგოს, მინიმუმ სირცხვილი უნდა კონდეს, მაგრამ აგენტებს სირცხვილის გზნობა არ აქვთ. მამით, ბაბუით, ბებით, თვითონ, ახლაც რო რუბლებს იღებს და ვერ ზღება და ის რო გამოვა,
გამოყვება მას გამოსცირებული ახალგაზრდობა და იტყვის, რომ დროა შევცვალოთ რაღაცა. ესა. კაცო, ეს ხაზარებთა შემოსევა მახსენდება საქართველოს ისტორიიდან, ხაზარაძის გვარს რო ახსენებ. სიმართლე გითხრათ. აი ნახდათ გეუბნებით რა. იმიტომ რომ ასეთი სისხლის მსმელი დამპყრობლები იშვიათად არსებდნენ, როგორებიც იყვნენ ხაზარები. მაგრამ თუნდაც ის ხაზარაძე საიდან მოვიდა? იმან რუსეთში არ გამდიდრდა, პირველი მილიონი პეტერბურგში არ იშოვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიდან მოვიდა ლონდონი. არა, ჩემთვის ერთი უკაცრავად და ერთი ხუია. ლონდონიდან მოვა თუ პეტერბურგიდან მოვა, თბილისიდან და საქართველოსდან არ მოვა ესე. არა, მაინტერესებს უბრალოდ რა კითხვას უსვამ იმ ახალგაზრდებსაც, მე ახალგაზრდების სიძულვილიც დამაბრალეს თურმე და ამიტომ ამბობ რა, ვინც იქ გახართ რა მიტინგებზე, ვინც ახართ. რომელი ერთს გინდათ გახარია სხვა? კი, მაგრამ მოსკოვში არ ცხოვრობდა, ლომონოსოვის უნივერსიტეტი არ ქონდა დამთავრებული, რუსეთში ბიზნესები არ ქონდა, იქედან არ მოვიდა. ელემენტარულ კითხვას ვსვამ. კობანაყოფია სხვა ნაცები, გინდათ ის გრიგოლ ვაშაძე, რომლის ნაცებსაც არჩევა უნდა, რუსეთიდან არ მოვიდა. არ მოვიდნენ ესენი იქედან, თუ ციდან ჩამოფრინდნენ და პირწავარდნილი რუსოფობი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომზე ფილმს იღებდა, რუსეთის მოქალაქე მოსკოვში ცხოვრობს. ასე არ არის? ხო, არ მინდა ეხლა დაბალ დონეზე ჩასვლა, არ მინდა, იცით, აი სხვა რამებს. აიღეთ რომელიმე ბიზნესი, რომელიც რუსეთთან არაა დაკავშირებული. აიღეთ ფულადი გზავნილები. აი ახლა მოხდა, რომ პირველად მოხდა, რომ იტალიიდან და ევროკავშირიდან გზავნილებმა გაასწრო რუსეთიდან გზავნილებს. მთელი ამ 33 წლის მანძილზე ფული საიდან შემოდიოდა საქართველოში? რუსეთიდან არ შემოდიოდა. აიღეთ ნებისმიერი ობიექტი, რომელი ობიექტი საქართველოში არის სტრატეგიული დანიშნულების, რუსების გარდა ვინმეს ხელში თუ არის. გინდა ენერგეტიკა აიღეთ, გინდა რაც გინდათ ის აიღეთ, არ აქვს მნიშვნელობა რა. ხო, გინდათ მობილური კავშირები აიღეთ, ნებისმიერი. ის რა ჩანს? რაც არ ჩანს კიდე და ოფშერებიდან ისა. აბა ვის ებრძვით ერთი მართლა კითხვა მაინტერესებს. მართლა კითხვა მინდა დავსვო. კაცს ცოლი გყავდეს? სიტყვაზე ვამბობ, ხო? აი ეს დებილი ავანტყოფი ადამიანებისთვის, რომელსაც აჭმევდეს, ასმევდეს, ახურავდეს, დასასვენებლად დაყავდეს სხვა კაცს და ცოლად ითვლებოდეს შენი. ასე არის საქართველოს გადაქცეული დღეს. მიათხოვეთ თქვენი სამშობლო, იმიტომ რომ თქვენთვის წმინდა არავინ არ იყო, როგორც საკუთარი დედა მიათხოვეთ. პირდაპირ მიათხოვა სააკაშვილმა საკუთარი დედა თურქებს, რავი, ვიზი არ გათხოვდა ის კიდე ცალკე. ხო, ახლა რაზე წუწუნებთ? ის პროცესები ვითარდება, რა პროცესებიც უნდა ვითარდებოდეს საქართველოში. ხო, ზვიად გამსახურდიამ შინაგანი ჯარი დაარქვა ეროვნულ გვარდიას და თურმე რუსეთის აგენტი იყო, ხო? ხო, არა, პუჩისტი დედამოწყნული ვეტერანები რო ხართ, იქ თავმოყრილი. ამას რო ამტკიცებდით, რომ თურმე ზვიად გამსახურდიას, თურმე ის უნდა და ხუინდრავას თამადობით. ქართული ჯარის მტერი ყოფილა ზვიად გამსახურდია. მეტის ხირსია ეს ერი. მეტის ხირსია. მე გეუბნებით, იქამდეა ეს ყველაფერი მისასვლელი, სანამ ბოლომდე ვერ გაიგებენ სიმართლეს. გული მწყდება უბრალოდ, რომ ამ დროებაში მომიწია ცხოვრება, მაგრამ ესეც უფლისნება არის, რომ ამ დროს უნდა უყურო. გაღიმებულ სახეს ვერ ნახავ, გაღიმებულ ქართველს ვეღარ ნახავ. არა თუ საქართველოში, საქართველოს გარეთაც. და თუ არის ღიმილი, არის ყალბი. შიგ ევროპული ღიმილია ესეთი. ხო. ამიტომ რაც მოხდება. ხო, საქართველოში რაც ხდებოდა და რაც მოხდება, ეს აბსოლუტურად დამსახურებული, ეს ვრცელი მონოლოგი, ამიტომ გავაკეთე რა. იმიტომ რომ დღევანდელი ქართული საზოგადოება, აბსოლუტური უმრავლესობა შეიძლება არის ნაცი და კოცი. მაგრამ არაა ქართველი. არც მართლმადიდებელია. არა. თქვენ მართლმადიდებლობას იმას ხო არ ეძახით, სანთელს რო დაიკავებენ და პატრიარქის გვერდით დადგებიან იქ და სანთლებს დაანთებენ და ღმერთო დალოს შობის
ხამეს, ან აღდგომის ხამეს, ან იმას და დიდი კელა, ვისაც მეტი დიდი კელაპტარი აქვს და ვინც მეტი ახლოს დგია პატრიარქთან, იგი ხوار გონია თქვენ ეს რა ქვია, დიდი ეს რა ქვია, ქართველი. აი ასე რომ ესაც არის დეგრადირებული და დაქლევებული და დაშტერებული ერი. მას არაფერი უკეთდა. გაგებით მოეკიდეთ და აიტანეთ. თუ არ მოეკიდებით, გაგებით და თუ არ აიტანთ ამ ყველაფერს, ხო? მაინც მოგიწევთ ათანა. იმიტომ რომ არ შეიძლება არაფერი. უარესად იქნება კიდე. უარესად იქნება. მე გაღიმებულ ქართველს ხო არ უყურებ, ვეღარ უყურებ ქუჩაში. ხო არაფერი გიხარ, ვისაც რო ფინანსური პრობლემა არ აქვს საქართველოში, იმასაც ხო გაჩერება არ უხარი. კიდე უარეს ჯირიხეთი იქნება, იქ ჯერ არაფერი არა. არაფერია. არაფერია. ხო, იმიტომ რომ გამოსავალი სხვაგანა. გამოსავალი არის სიმართლეში. გამოსავალი არის სიმართლეში, რომელიც ჭირის დღესავით ეზიზღება საქართველოში. ჭირის დღესავით ეზიზღება, როგორც ანაფორიანებს, ისე ფსევდოპატრიოტებს, ლიბერალისტებზე და ამაზე მე არ ამაქვს. ზოგადად საზოგადოებას საქართველოში ეზიზღება სიმართლე. სიმართლე არის ის, რომ რაც ხდება საქართველოში, ამას დამსახურებულად იღებს ქართველიერი. ახლა დაგვირდით ამას და ჩვენ დიდი მასწავლებელი ზუსტად გამსახურდია, როგორც ამბობდა, რომ იუდას უბეში გამოსდილი ვირთხები ადრე თუ გვიან ერთმანეთს დაჭამენო და აი ამ ჭამის დრო მოდის. ამიტომ ვიძახოდი, არავინ არ გახვიდეთ ქუჩაში, არავინ არ მიხვიდეთ არჩევნებზე, ვინც ნორმალურები ხართ. დანებეთ თავი. თქვენ ხართ ელემენტები. როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, ასევე საკუთარი მოღალატე რეჟიმების. გაერიდეთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არ არსებობს ქვეყანაში არანაირი ეროვნული მოძრაობა და ეროვნული ძალა არ არსებობს, რომელსაც ამის შესვლა შეუძლია და მიუშვით. ნუ გახდებით ბრმა იარაღი და ნუ გახდებით ბრმა ტყვია. ან სხვის მიმართ, ან თქვენ ნუ გააცირებთ ვიღაცის ნასროლ ცივტყვიას. არის იმის ამ ხალხს. გამომიცდია მე ეს და ძალიან კარგად ვიცი. თუ რას ნიშნავს იყო ბრმა იარაღი, როგორც შენ ქვეყანაში, ესე შენი ქვეყნის გარეთ. შენი ქვეყნის სახელით, რო გონია რომ რაღაცა მშობლოს საქმეს აკეთებ, სინამდვილეში ყველას დიდ უბედურებაში რო გაქვს თავი გაყოფილი. ხო. გამომიცდია მე როგორც ჯარისკაცს, როგორც ადამიანს, როგორც რიგით ქართველს ეს ყველაფერი და ძალიან კარგად ხვდები ამ ყველაფერს და ვცდილობ ამ იდეოლოგიებით რომ სხვა არ გახდეს ბრმა ტყვია და ბრმა იარაღი, მეტი არაფერი მაქვს ადრეს ვთქვი და კიდე ერთხელ მეტი არაფერი არ მაქვს დარჩენილი ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა ამას. ვინც გაიგებს, ვისაც აინტერესებს. ვისაც არ აინტერესებს, გახდით. მაკო გომურები გახდით. თვალი რო დათხარა, გახარიამ და მივხედავთ თვალის დათხრის გულს და გახარიას გვერდით რომ ევროპულ მომავალს იცავს. მეორე თვალიც უნდა მეეთხარა, უფრო გეგიხილებოდა. ხა, ასია საერთოდ. მიდი ახლა დამაბრალეთ ეს. და ეხლა მინდა ერთ სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვაპირებდი პასუხის გაცემას, იმიტომ რომ ასეთი ვიგინდა რა ადამიანები, ვიზეც ახლა მინდა ვისაუბრო, ასეთი ნაძირალა ხალხი პასუხის ღირსი არ არიან. არ იმსახურებენ უბრალოდ. ესენი არიან დაბალი დონის ვირთხები, რომლებსაც უბრალოდ ჭერვეთ რაღაცნაირი კარგად იციან, აცნო უნარიანები არიან, აცნობიერებენ რომ საზოგადოება არის ძალიან გაუნათლებელი და ამ გაუნათლებელ საზოგადოებას ძალიან მარტივად ახოვენ თავიანთ იდეებს და იყოლიებენ და მიყავთ. საზოგადოება ამ ყველაფრიდან უნდა დაიცვას საპატრიარქომ, ეკლესიაში ყოფნა ადამიანებმა, მაგრამ ვერ ახერხებენ. რატო ვერ ახერხებენ? იმიტომ კი არც აქვთ უმრავლესობას ამის სურვილი არ აქვთ, თვითონ სული აქვთ გაყიდული. აბსოლუტური უმრავლესობა ვინც არიან იქ საპატრიარქოში, ყველა პუტჩისტები იყვნენ. ყველა ზვიადის წინააღმდეგი იყო, ყველა დამამხობლები იყვნენ. ამიტომ ასე ცუდათაა ჩვენი საქმე და ძალიან ღრმათაა. მე რო იტყვით რომ რატო იგინებო, იმიტომ ვიგინები რომ ვიცი რა დღეში გვაქვს თავი გაყოფილი. მაგრამ ესეც ნორმალურია, იმიტომ ეს უნდა გაიაროს ქართველმა. ოდესღაც რომ გაიხილოს ქონება და ეხლა მინდა აქედან ადრე სტუმრათაც ვყავდი, საუბრობდი, მე რამდენი დღე არის უკვე მიგდებენ ჩემი აუდიტორიის და მეგობრების შინაურები იმას, რომ თეოფილე მალაქიამ, ბატონმა რეზო ბაქრაძემ 3 საათი ილაპარაკა შენზე, 4 საათი ილაპარაკა შენზე, 5 საათი ილაპარაკა. არა, ეს კარგია, იმიტომ რომ
როდესაც შენი ქვეყნის და შენი ერის და შენი სარწმუნოების მტრები პირად შეურაცხყოფაზე გადმოდიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს კარგად აკეთებ და როდესაც ერის და სარწმუნოების მტრები შენ ჭირიმე შენ გენაცვალეს გეძახიან და რა კაი ბიჭი ხარო გეძახიან, აი მაშინ ასაში შემდგომარეობა. და მოკლედ აი ერთი პრაროკი რო იყო რა, იმიდან რა ქვია თბილისიდან რომ გაუყვია თავი იმაში რა ქვია წაიყვანა ერთი 30 წლის უკან მოხიკა ეს ერთი 20 კაცი და ქალი ბავშვი დიდი პატარა და წაიყვანა წავიდა კაცო ამჩემის მამასთან წასულა რა შივა რაში მაინტერესებს ვისაც წავიდა მაგრამ ლეგენდები რო დადიოდა რომ თურმე დიდი განათლებული ჯადოქარი ესე ლაპარაკობდა აგიპნოზებდა ხალხს და მიმიწვიას მაგ ხალხმა სალაპარაკოს და მაინტერესებდა უბრალოდ ვინ იყო რა ინტელექტის ხალხი იყვნენ, რა ცოდნის ხალხი იყვნენ, რომ მესაუბრა ამ ხალხთან. სიმართლე გითხრათ, პირველივე ვიდეო ლაივის მერე რამჩა ის შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი არის ისეთი როგორიც არის, მატერიალისტი არსება არის და საერთოდ დაბალი დონის საზოგადოებაში სექტანტიზმი, ჩვენთან საქართველოში მასა ძალიან გაუნათლებელია, იყო განათლებული ქართველიერი, მაგრამ ახლა ძალიან გაუნათლებელია, სექტა იხარებს მარტივად. აი, გირჩს ყავს თავისი სექტა, მიშას ყავს თავისი სექტა, ბიძინას ყავს თავისი სექტა, არ მიგვირს და ამიტომ ამასაც რო ყოლოდა ეს სექტა ნამდვილად არ მიგვირდა და ველაპარაკე რა. მაინტერესებდა ვინ იყო. აი, ჩემებდა რომ ნეტაო შენაირიო, იგი ამბობდა კიდეს, მაგნაირი ან შვილი მომცაო, ჯერ სადაო ჩემი ნაცავ ხარ, არ ვიცი მან ნაცავიაო. ისაო. მერე მოკლედ ადგა და ვახოსანაიას და ამათ შეეკრა. და დაიწყო ჩემი ლანძღვა, არ მიმიქცევია დიდი ყურადღება. სულ ფეხებზე მეკიდა სიმართლე გითხრა, არც ახლა მაინტერესებს, მაგრამ როცა ახლა 3 საათიან ლაივს გიძღვნიან და მთელი ალბათ ეს ინტელიგენტი ხალხი იკრიბება, რაღაც პასუხი უნდა გაცე. ხო? მთელი 3 საათი ილაპარაკა ჩემზე თუ მე ვერ მოусმინე, ვერ გაუძელე სიმართლე გითხრათ. არ ვიცი თუ ვინმეს გაინტერესებს თეოფილე მალაქია ჩაწერეთ. ახლა იმ დიდი პატივია მაგისთვის, მაგის სექტას ეძებს ხალხს მოსასმენად, მაგრამ ვაი ის საწოდავი ხალხი, ვინც იმას უსმენს. ქართველი ადამიანი, ქართველი ბიჭო ადამიანი, რომელიც თეოფილე მალაქიას უსმენს. კაცი, რომელიც პირდაპირ ამბობს და მისი დასწირებული მრევლი, რომელიც ამბობს. დიახ, ჩვენ არ ვართ პატრიოტები და დიახ, ჩვენ ვართ მართლმადიდებლობის მტრები. ამ ორ რაღაცას რო იტყვის ადამიანი, მის მერე აი ამას რომ მოусმენ და ეს გექნება იმის განცდა, რომ რაღაცა სიკეთეს მიიღებ. ამასთან ლაპარაკი რაც გჭირს იმაზე უარესი უნდა დაგემართოს. იმიტომ რომ ქართული გვარის მატარებელი ადამიანი თავშივე უარყოფს ქართველი ერის დიდებას და მართლმადიდებლობას, რომელმაც მოგვიყვანა აქამდე. და არ მალავს. ტერი ვარ ამ ყველაფრისო. და შემოხვეული ყავს ეს გამოყლებული ხალხი და ღმერთმა დააგლოცოს ბატონო თეოფილე, ჭეშმარიტად და ზია ეს 80 წელს მიტანებული კაცი, სადღაც გადამჯდარი ამერიკაში. მეც საქმე არა აქვს. დღე და ღამე 4-5 საათი წერს ლაივებს, ხო? ახლა სასიკეთოს რო აკეთებდეს კი ბატონო, ადამიანმა მთელი ცხოვრება უნდა შეწირო იმას, რომ შენმა იდეამ გაიმარჯვოს და კი ბატონო, მეც ასე მიწევს, რომ იდეოლოგიური ბრძოლა არის და ვიდეო ლაივების ჩაწერა მიწევს. ახლა მე კი არა შარლ დე გოლი იყო კაცო, ჩემი პოლიტიკის ეტალონი, მის სამშობლოდან გაქცეული. იძულებული იყო, იმიტომ რომ დაპყრობილი იყო. მე მიმაში რომ ჩემი ქვეყანა არის დაპყრობილი. მეც ვარ ახლა დეგოზე ვინმეს კი არ ვაკვლი თავს, მაგრამ ბიჭო, დაბერდი ადამიანი. ცხვარი ჰქონდეს ცალფეხზე გამომბული. და მაინც უბედურებისკენ მიდიოდე და მიყავდეს ხალხი. აი ახლა მინდა გავცე პასუხი. ჯერ ნეტაო შვილი მყავდეს, რომ შენაირი მამა რომ მყოლოდა მე. სიცხვიდან თავს მოვიკლავდი ალბათ ისე ბატონ თეოფილე რო იცოდე. ხო. სამ ჩემნაირი შვილობას მოინდომებ რა. შენაირი კაცი ჩემნაირი შვილს ვერ გაზდის. შენაირი კაცმა შეიძლება გაზარდოს პიდარასტი, მატერიალისტი. მისი თავის კაცი, ეგოისტი, ჩათლახი, რომელიც ამ ცხოვრებაში ვარგებს, იმ ცხოვრებაში
იქ წავა, სადაც ყოველ დღე ხადაგებ ღმერთი და ეშმაკი და შენ თვითონ რო არ წავს ღმერთი. ღმერთის რწმენა რო არ გაგაჩნია და უფლის რწმენის იოტი დონის არაფერი მე ახლა სხვის რწმენას არ ვეხები, მაგრამ როგორ შეიძლება მორწმუნე იყო ადამიანი ქრისტიანობაზე ლაპარაკობდა, ამდენ ტყილებს ლაპარაკობდი. ჯერაც წარსულში ტყილი ლაპარაკი, ხო? აი, ეს არის კიტეხი ერთი. რაც კიდე ის გიქნია. პირისპირ ნალაპარაკები და ისედაც მაგ სექტა გისმენდა კაცო. სექტას მაინც ახსოვს კაცო, ინერი ლაპარაკა, ხო? და მაგრამ ინერი და დასირებული სექტა ყავს, შენ სიტყვას ვერ შემოგიბრუნებენ. რომ მაგი მასე კი არ ყოფილა, ასე ყოფილაო. და ღმერთმა და უფალო მალაფია. უფალო თეოფილე. ბატონო რეზო. ხო. გამოვიდა ახლა ეს სირი, მე ვლაპარაკობდი იმას, რომ ეს ბებერის სირი. მე ვამბობდი იმას, რომ ევროკავშირში და საერთოდ ევროპაში მეთქი ქრისტიანობა და ქრისტე თქვა კულტურულ გადმონაშთათაა დარჩენილი და ევროკავშირი არანაირი სარწმუნოებრივი გაერთიანება არ არის თქვა. ეს წერია კონსტიტუციაში თქვა. მანამდე რაც უბოდიალებია კიდე იბოდიალენ. არ ვიცი კაცო ეს როგორა რას ავრცელებს ამ ხმას რომ ევროკავშირში სარწმუნოებას და ტრადიციებს უგრძელავენო. ისე, აუ, რაფერა იცი ბატონო თეოფილე, თავს რო იყლევებ. აი ეს განსაკუთრებული მომენტი მაგარი გაქვს რა, რო იყლევებ თავს ისე რა. ამ დროს ბებერის სირი რო ხარ რა. მე დედა შენ არ შეგაგინებ. ამიტომ ლაკაცი ხარ. მაგრამ ბებერინა ბოზუარი რო ხარ და ჩათლაკი რო ხარ, მიიღე სიტყვები ისე როგორცაა და იმ შენმა აუდიტორიამაც მეისმინოს რა ისე. ხო, განსაკუთრებით საყვარელი მაშინა ხარ. განსაკუთრებით. ხო და 3 საათი მეც სალაპარაკო არ ქონდა. ძალიან თურმე გული გახეთქია რომ 33,000 გამომწერს გადაცილებია. ხალხო და დასაცავიო თუ ერმილე და ჩემგან ყოფილ ხარ თქვენ დასაცავი. უნდა მოსვინოთ თეოფილეს, რომელიც თავისი იდეოლოგიით ხსნის იმას, რომ ადამიანს შეიძლება 4 ცოლი ყავდეს და 4-ვესთან შვილები ყავდეს. ცალხელში იგი ეჭიროს, რა ქვია, სახარება და მეორე ხელით 4 ცოლი ყავდეს. მუსულმანი თუ ხარ გითხვი კაცო. 4 ცოლიანობა ისლამშია დაშვებული. ის ბებეროს სირო შენ გეუბნები. რომ დაჯდები და დაიწყებ ამ ბოდიას. ჯერ ბიჭო 80 დანებული კაცი ხარ კაცო. არა აზე მოდი. მართლა გამოგონილი შენ დასწირებულ სამყაროში რო ცხოვრობ. და ვინ დგასო ერმილესო უკან. სულ 4-დან წერსო და სულ იმით სამწუხაროდ ახლა ისეთ ადგილზე ვარ, სადაც არაა ბუნება, თორე ბუნებიდან მინდოდა ჩაწერა ლაივის და მომიტევე ბატონო თეოფილე. რომ სახლი დამწერ ახლა ამ ვიდეოს, მაგრამ ყალიონის სიკეთეს ვერ მოგაკლებ, ბებეროსო. მაგ შენ დაყლაებულ აუდიტორიასთან ერთად გადაშალეთ, დაგუგლეთ ინტერნეტში და წაიკითხეთ. ლისაბონის კონსტიტუციას, როდესაც ევროკავშირმა მიიღო, ევროკავშირის კონსტიტუცია როცა იქნა მიღებული, თუ იქ არ იქნა ამოღებული სარწმუნოება და თუ იქ არ იქნა ჩაწერილი როგორც ქრისტიანობა კულტურული გადმონაშთი. ძალიან კარგად იცი, მაგრამ იყლევებ თავს. და იარი ახლა დაყლეებულმა. მე მეორე ვინ დგასო ერმილეს უკან, ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად. ჩემს უკან ჩემი სარწმუნოება და ჩემი სამშობლო დგას. შენ არ იყლე მაგას ვერ გიიგებს. იმიტომ რომ შენ არც მართლმადიდებელი ხარ. არც სამშობლო გიყვარს და ქართულ ენაზე მოლაპარაკე ცხოველი ხარ. და ქართულად რო ლაპარაკობ ის იმას არ ნიშნავს რომ ქართველი ხარ რა. ისე რო იცოდე. ამიტომ როდესაც რწმენა და სამშობლო დგას ადამიანის უკან შენერი შენძრეულებიც ვერ გაიგებენ. ხან ხუცი რო გონი ვარ, ხან ნაცი რო გონი. მე გეტყვი, შენ ვინა ხარ იმას გეტყვი. შენ ვინა ხარ? ამ წუთში ვის დავალებას დასრულებ იმასაც გეტყვი. შენ თელი შენი ცხოვრება, ეს მატერიალისტური ცხოვრება მოიწყო იმით, რომ შენ თურმე საქართველოში, რადგანაც არა მართლმადიდებელი იყავი, იჩაგრებოდი. ამით წაიყვანე ეს შენი ნახირი, წამოჯექით იქ, საკუთარი ერის, საკუთარი სამშობლოს, ლანძღვით, გინებით აიწყეთ იმ კანადაში ცხოვრება, რომ კანადური პასპორტები მიგეღოთ. ასე თაღლითურად შეიკარეთ დაახლოებით 60 კაცამდე ხართ, მე მგონი, არ ვიცი, რამდენი ხართ, მოგწნიათ პატრონის უყველას. და ზიხართ იქ და მეც საქმე არ აგაქვთ. მე არ
ნეტა კი ვიყო ეს ძალიან ხშირად იძახის რომ თურმე მე იმაზე რა ქვია ფრანგულ შემოსავალზე ვზივარ არ ვიცი შედაყლებულო თუ ამდენი არ იცი იკითხე მაინც და ხალხმა მაინც იცის რომ საფრანგეთში 400 ევროს რომელსაც შენ ასე დარდობ მაშინ იძლევიან როცა სახს და კარს არ გაძლევენ და იმ ფულს ერთი ხელზე ვერ იღებ და მე და მეორე 6 თვის მერე ყველაფერი წყდება და შე გამოყლებული შვილო ეგ რა არის რა ქვია 2 წელიწადი აქ ვარ ხო არც ახლა მაგ არც კარი მაგ და არც დახმარებას ვიღებ და არც მინდა შენგან განსხვავებით არ ჩემ სამშობლოს ვაგინებ არ ჩემ ერს ვაგინებ არ ჩემ სარწმუნოებაზე ვამბობ ვარს და ვცხოვრობ ქართულად მაგრამ შენერი სირი მაგას ვერ გაიგებს შენი სექტის გარდა იმ სექტასაც არ ენდობენ პატარა ხანში ხო ისე რო იცოდი და ესეთი რაღაცა გამოუთქვია თურმე რომ ისო ეი ძახისო ერთიო სადაურიო სვანი არისო ახლა მაგიო რომ ისო რა ქვია მთელი ცხოვრება ახლა სადაცაა ჩემი მამაპაპის საფლავი იქედან ვლაპარაკობ და სადაცაა ჩემი სალოცავი იქედან ვლაპარაკობ და სადაცაა მაგ სახლი და სოფელი იქედან ვლაპარაკობ და ერთიო სვანურად თუ დამელაპარაკო გინდა სვანურად დაგელაპარაკო მისი მალათხის ვერ გეტყვი იმიტომ შენაერი ადამიანები მე არ მიყვარს ქეხს გიამხავ ყურნა სიხე ყოემარე ხისი დუჟوار ეხლა წადი და გადაათარგმნიე ხალხს რა გითხარი ძალიან გაკვირვებული დარჩები მეტი სიტყვა სვანურიანი და შენთვის არ მემეტება და არ შენი დაყლებული აუდიტორიისთვის რო იცოდე ისე რა ხო და დაღუპვა ის კი არა რომ ადამიანები ეროვნულად და სარწმუნოებაზე და სამშობლოს სიყვარულით ლაპარაკობენ და დარდი აქვს და ემოცია აქვს და შეიძლება ამ ემოციაში მოკვდეს ადამიანები ეს კი არა პრობლემა არის ის რომ შენაირი ნაბოზრები ანაფორას ამოფარებულები თუ ანაფორას ამოუფარებლები ასე მოიკრიბებით და ყველაფერი არის საპატრიარქოს ბრალი საპატრიარქოს ბრალი არის იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ჩვენ ქვეყანაში მართლმადიდებლობის მთავარი მტერი საპატრიარქო გახდა თავიანთი გაყიდული ყანდურებით და ესეთი მათხოვრები იმიტომ მომრავლდნენ ქვეყანაში რომელსაც ახლა ვისაც ემსახურები ის ახარ შენ რა ქვია პირდაპირ გეტყვი თუ გინდა აი დაფინანსება საიდანაც იღებ იმასაც გეტყვი თუ გინდა კეზერაშვილიდან იღებ ფულს იმისთვის რომ ჩემნაირები და ჩემნაირი ადამიანების მიმართ ესეთი დამოკიდებულება გქონდეს და ევროპა აღმერთო და ევროპული ღირებულებები აღმერთო ამას აკეთებ შენ და ამას აკეთებენ შენაირი დედამოწყნულები ისე რა სამწუხაროდ და საუბედუროდ და ამდენი ურწმუნო ათეისტი როა და ამდენი გადაგვარებული და ტვინარეული ქართველი როა საქართველოში ესაა პრობლემა რო იცოდე ის შენ არც განათლება გაქვს ცოდნა გაქვს განათლება არა განათლებული ადამიანი ეგეთი არა განათლებული ადამიანი მისი ერის და მისი სარწმუნოების მტერი ვერ იქნება არსებობს შეუთავსებელია ერთმანეთთან მით უმეტეს ისეთი დიდი ერის შვილი როგორი დიდი ერიც არის ქართველი ცოდნა გაქვს და უნარი გაქვს როგორი ნაბოზვარი უნდა იყოს და იმას რო კივი კიდე რა ქვია ისო რა ქვიაო ისო ძირგამომთხრელ საქმიანობასო ეწევაო ესე თურმე მე ვაქცევ ევროპას და ევროკავშირს ევროპაში ჩემი ვიდეო ლაივებით ასეთი სუსტი თუ იყო ევროკავშირი მართლა არ მეგონა ერთნაირ მილემ თუ შეიძლება ვიდეო ლაივებით დაშალოს ევროკავშირი ხო და ისო რა ქვიაო ისო საფრანგეთის ხელისუფლებასო უნდა მოახსენოთო უნდა ითარგმნოსო ეს ყველაფერი და უნდა მოახსენოთო რომ ევროკავშირის ღირებულებებსო და ევროკავშირის ძირგამომთხრელ საქმიანობასო ეწევა ბოზური მენტალიტეტის ხარ თქვენ დებილი დედაში შევეცი დიდი ან პატარიან ამშიგ ევროპელებს და შენს ბოზური მენტალიტეტის ხარ რა თარგმნა გიჭირთ ჩემი ვიდეო ლაივების მისამართი არ იცით სად იბოზოთ სად გაჩათლახდეთ დაწერეთ და გააგზავნეთ თქვენი დედაც მოწყენ ამ შიგ ევროპელებო და აი ამ საფრანგეთის მთავრობის დედას შევეცი აღმოუგულმა მაკრონის აი გადათარგმნით ახლა ის და გააგზავნეთ და გამოაგზავნეთ დეპორტაცია გააკეთეთ ხო ხართ ბოზური მენტალიტეტის ადამიანები ხო ხართ
ხო შეგიძლიათ მოგმართავ პირდაპირ თეოფილე შეყლეო ხომ მარე მოგმართავ ხომ ქეყს გიამხავ უამრავი ყურმა გყავს აქ რომლებმაც ფრანგული იციან და შენ სექტაში არის გადათარგმნით ახლა ეს ამოჭერით ეს ვიდეო და გადააგზავნით სინდისის ნამუსის ნეობა თქვენ რა დაგიშლით ბიჭო თქვენ რა დაგიშლით ერთმანეთის ბოზობაზია აქ აწყობილი მთელი ეგრეთ წოდებული ნაცემიგრაცია რომლებიც გამწარებული მიდიან და პირდაპირ წერდნენ ერთი ნუგზარიანი ნაბოზვარი პარიზში პირდაპირ წერდა რომ ვინც რუსული კანონის მომხრეა და უკრაინის მომხრეა რაოდეს მომეთ სახელები და გვარები პირდაპირ წერდა Facebook-ზე პირდაპირ წერდა ესო გამოაცხადეთო ეგ ყველაფერი გამოაცხადეთო ეგ ყველაფერიო და მე აგერო მივალო და გადავცემო ყველასო კაცო ამასო ჟანდარმერიასო და გადავასახლოთ და დაახლოებით ერთი 2000 ლაიქი და გული ქონდა დასმული იქ ქართული გვარის მატარებლები თქვენი მყარი და სოცხალი მოუთხარ მე დიდიან ბატარიანად მართლა მართალია საფრანგეთის გადამხდელების გადასახადებს ჭამენ აუცილებლად იჭი ბოზობის და დედამოწყნობის მე გამოდი და ღმერთზე ილაპარაკე მე სარწმუნოებაზე ილაპარაკე რომ დიდი ზნეობის ადამიანი ხარ ხო მე ხანის თქვი მე კი ვიცი შენ რაც გინდა ძალიან დიდი პატივია შენზე ამას რომ ვლაპარაკობ და ხალხს გასმით ვამბობ ხალხო უკანასკნელად ვაკეთებ ამას უკანასკნელად ვაკეთებ ჩაწერეთ თეოფილე მალაქია მაგრამ თეოფილე მალაქია არა თეოფილე მალაფია ეს ხო კარგად გესმის რუსულადაც ხო გესმის ქართული ხო გესმის სვანური ხო გწოდნია ხო მოგმართე და ახლა რუსულად გეუბნები თეოფილე მალაფია გადათარგმნე ყველაფერი გადააგზავნე და გებეცი პასუხი და შებრძანდით სხვათა შორის რა YouTube-ზე აი 33000-ო როგორ შეიძლება როგორ უბედურებას ეწევაო ეს ახალგაზრდაო რომ ჩვენ ქვეყანაში არ მაყენებენ ეს დედამოწყუნიში ევროპელები და ლიბერალისტები და მათთან აფილირებული კოცობა აქაც რო არ მაყენებენ 33000 ადამიანი როგორ უსმენსო ამას როგორ უსმენსო კაცო მე რატო არ მისმენსო შენ ვინც გისმენს ისიც არ უნდა გისმენდეს იმათი დედა შევეცი მე ასე რო არიან დასწირებულები შენი ვისაც წამს თუ არა მოსასმენად შეიძლება მოისმინოს ვიღაცა რადონის სირი ხარ რადონის ბიდლა ხარ და იმ შენ გამოყლებული იმით რა ქვია ახალგაზრდებით ზოგიერთები რომ მე რომ მეუბნებიან თურმე რომ ისო რა ქვია ამასო ახალგაზრდობა ეზიზღებაო მე თუ რომ ეზიზღება ახალგაზრდობა და ასე უმითქვია თურმე რომ 50 წელსო გადაცილებულიო ადამიანიო რო გახდებიო გაგიჭირდებაო ახალგაზრდობაში ახალგაზრდობა კი არ შემესიზღება და ვითომ ესეც არ აქვს გაგებული და შემდეგ იმში დაყლებული მას რა ქვია აუდიტორიას ხო ასე მითხრა არა ის კაი კაცი მაგრამ სწორი მითხრა ყველაზე დიდი პრობლემა მაშინ გაგიხდება 50 წელს რო გახდები და ხედავ ახლა პატარა გადაგვარებულებს შენაირი გადაგვარებულების ბავშვებს რომლებიც ქუჩაში დარბიან როარც ღმერთი წარს არც სამშობლო წამთ არც ისტორია აინტერესებთ როარც პატრიოტები არიან როარც მართლმადიდებლები არიან და დედის თქმა მამის შიმშილის არიან გამხდარი უკნიდან განათლებულები კისერზე რო აქვს მოხვეული და ევროკავშირის მეტრი არაფერი არ აინტერესებთ არც დედა უნდათ არც მამა უნდათ არავინ და არაფერი არ უნდათ შიგ ევროპის მეტი ესენი რო გახდებიან და მომრავლდებიან და აი ნახავ შენი ქვეყანა რა დღეს ჩავარდება ხო მასია მაშინ გამოყლებული ამას თუ ვერ გებულობს ბატონო თეოფილე ასე რომ უკანასკნელად გეუბნებით უკანასკნელად მე ამ დასირებულს მაგრამ ვისაც გაინტერესებთ ჩაწერეთ ლათინურად თეოფილე მალაქია შებრძანდით და თქვენი აზრით დავაფიქსირეთ და დამარხეთ ქრისტესთვის წამებული ყანდური ბატონო თეოფილე ვისაც გაინტერესებთ და მოусმინეთ ამ ამანტყოფი ადამიანს უბრალოდ რებს ბოდიალობს და თქვენი აზრი გულწრფელი აზრი გამოხატეთ თქვენ თვითონ ვინ არის ეს ზიგმუნდ ბჟეჟინსკი ბატონო თეოფილე მალაფია 4 ცოლის ქმარო და რა ვიცი 8 სხვადასხვა შვილის მამა და ყველაფერი რომელიც გაგაჩნიათ დიდო ქრისტიანები განუმარტე ვინ იყო ზიგმუნდ ბჟეჟინსკი რომელიც ამბობდა
მთავარი იდეოლოგი ამერიკის და დასავლეთის პოლიტიკის და ამბობდა ისეთ რაღაცას. ჩვენი მთავარი მტერი არის მართლმადიდებლობა. ხო და აი ამ მართლმადიდებლობის მტრები ნუ გამოხვალთ და ჭკუას მოასწავლეთ ხალხს. და თქვენ კიდე მისო სექტა ის ნაბოზვარია და თქვენიც სარგებლობს. მაგრამ და დედამოწყნულია, მაგრამ თქვენ დებილები ხართ, რო იცოდეთ ისე, რა. ხო. აბა კარგად გრძანდებოდეთ. ნამდვილად არ მქონდა ახლა არც ლაივის თავი და არც საუბრის სურვილი ჩემი გადარბენიდან გამომდინარე, მაგრამ არ დამაყენება ბატონო თეოფილემ და მდინარე მოვლენებმა და მე დაგელაპარაკებით ცალკე. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.